26 მაისს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული სახალხო აღლუმიდან სამებაში მისული ხალხი პატრიარქის ქადაგებას ელოდა. ეს 40 დღიანი ბრძოლის ლოგიკური დასასრული უნდა ყოფილიყო. სამების ტაძარში თბილისის მერისა და რამდენიმე სახელისუფლებო პირის გამოჩენამ პროტესტანტებში პროტესტი გამოიწვია. პატრიარქმა პოლიტიკურ ძალებს ერთმანეთის მოსმენისა და დიალოგისაკენ მოუწოდა. ნუ ავიღებთ იმაზე მეც, რაც დაშვებულია ღვთისაგან, განაცხადა ილია მეორემ. თითქოს წესად იქცა ჩვენში და პირველი პრეზიდენტი, მეორე პრეზიდენტი იყვნენ გადაყენებული და თქვენ იცით ამ გადაყენებამ რა მოგვიტანა. მე ამას ვამბობ უბრალოდ როგორც ჩემ აზრს. ხომ იქნებოდა უფრო სწორი რომ ჩვენ მოусმინოთ ერთმანეთს. ყველას, პატრიარქსაც, პრეზიდენტსაც, ერის ადამიანს, ჩაულებრივ ადამიანს. უნდა კონდეს უნარი მოსმენისა. ჩვენ უნდა მოусმინოთ ერთმანეთს და ის კარგი აზრი უნდა მივიღოთ. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა თავისი ნებით გადაწყვიტოს ეს საკითხები, რომელიც დგას ჩვენს წინაშე. ნუ ავიღებთ უფრო მეც, რაც დაშვებულია ღვთისაგან, მეტ უფლებებს. ჩვენ უნდა ვიყოთ მორჩილნი ღვთისნებისა. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქისაგან პოლიტიკურ განცხადებებს არავინ ელოდა, როგორც ჩანს, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ქვეყნის სულიერი მამისაგან სულ სხვა სიტყვების მოსმენა სურდათ. ბატონო, მოვისმინოთ ყველამ ერთად, მოვისმინოთ. რა გამოიტანეთ ასე? არა, თუმეტყვი მათ მოვინებთ გეტყვი. ერთი წუთი ძალიან გთხოვთ. მე ხა პატრიარქს უთხარი, რომ ხალხი არის ესე შეწუხებული და აღშფოთებული და გაიყვირვა. ღმერთი იქნება თქვენსკენ და ბოროტს ღმერთი ყოველთვის დაშის და ყველაფერი კარგად იქნებაო თქვა, მაგრამ პატრიარქი ვერ იტყოდა იმაზე, თქვენ ხო იცით, რომ პატრიარქი ხა მით უმეტეს პროფესორი ადამიანი ბრძანდებით და ხო იცით, რომ პატრიარქი არ იტყოდა იმას. სპეცნაზია და იყოს ის სპეცნაზი, რაც მიზამს ახლა ამ დეხვალზე. პირველ ერთხელ ხო ამას დააგვიღო ეს. ქალბატონო ნინოს, ხალხი შევიდეთ პატრიარქი. პირველი არხანა, შენ და უფრო აიღეთ ისა. მე მინდა გთხოვოთ რა. თუ ჩვენ ახლა ხელი ჩავიქნიეთ, არა, არაფერი არ გამოვა. თუ გნებავთ გაუბრაზდეთ ერთმანეთზე, მაგრამ დამთავრდება ისე, რომ სხვა გაიხარებს. ნუ ბრაზო. ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება ხელში. ჩვენ არ ახართ პიროვნები, რომელიც უხელმძღვანელობთ ხალხს. აი ამას გეტყვი. არ გვეშინია სპეცნაზის, არა. რუსთაველზე შინია არა. რუსთაველზე ბავშვები წავდნენ გაბრაზებული. სად არის რომ გვაპამპულავებენ. მოგვიანებით უცნობმა უწმინდეს ძევალი უწოდა. სანამ პირში სული მიდგას, სანამ აი ამ ძარღვებში სისხლი ჩქეებს, სააკაშვილის ხელისუფლება ამ ქვეყანაში ვეღარ იბოგინებს და ვეღარ იმეფებს. მე გეტყვით ეხლა დღეს რა მოხდა და თქვენ თვითონ განსაჯეთ. დღეს საქართველოს უწმინდესი და უმეტარესი იყო აყვანილი პლენში. აი ეს მოხდა. იმიტომ რომ ის რაც საწყობებას უნდა გაეკეთებინა მას დღეს არ გააკეთებინეს. და უთხრეს, შეაშინეს და ამიტომაც არ გააკეთებინეს ეს განცხადება. მაგრამ არა უშავს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ არ შევხვდებით. არ მინდოდა არანაირად დღეს კიდე
მიიღებენ და აღარ უთმინდესი ზრილია, აღარ საპატრიარქოსი და აღარ ეკლესიის. ერთადერთია შენავა, თუ რაღაცი ზრიდი დაგჩენია. მაგრამ მოწმინდების პიანა ისოდა და გადმოვა. ოპოზიციის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებებს უპასუხისმგებლოს უწოდებს სახელმწიფო გუნდის წევრი ნუგზარ ციკლაური. იგი არც ადასტურებს და არც უარყოფს სამებაში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფნის ფაქტს. მართველი პარტიის წევრს დაუშვებლად მიაჩნია პატრიარქის სიტყვების რევიზია. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებები, მეც მოვისმინე რამდენიმე ლიდერის განცხადება ამასთან დაკავშირებით. თუკი ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ და თუკი მნიშვნელოვანია იმაზე საუბარი, არის თუ არა შეშინებული საქართველოს პატრიარქი, ხო? მაშინ ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ცოტა ადგილი დარჩება იმისათვის, რომ განვაგრძოთ ყველამ ერთად ერთმანეთთან საუბარი. ცხადია, პატრიარქმა გამოხატა თავისი აზრი და ეს თავისი აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ ყველა მხარეს მოუწოდა პოლიტიკური დიალოგისაკენ, დამშვიდებისაკენ და ყველანაირი ინსინუაციები ამ თემასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ არ გახლავთ არც მიზანშეწონილი და არც მართებული. რა თქმა უნდა, არავინ იქ არ იმყოფებოდა და არავითარი სურვილი არ აქვს, რომ რაიმენაირი ზეწოლა განახორციელოს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე. ეს გახლავთ ჩემი კომენტარი ამასთან დაკავშირებით. პატრიარქის მოწოდება ორივე მხარეს შეეხებოდა და ისაუბრებდა ამ პარტავნებაზე. ანუ მოწოდების რა ნაწილი შეიძლება ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს თავის თავზე? მე ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ მთლიანად ეს მოწოდება, როგორც მოწოდება დიალოგისაკენ, როგორც მოწოდება ცივილიზებული ხერხებით ყველანაირი დავის და პოლიტიკური დავის გადაჭრისაკენ. დახლების გარკვეულმა ნაწილმა დაიჯერა, რომ 26 მაისს გამოდიოდა სწორედაც რომ პრეზიდენტის შესაცვლელად. რა თქმა უნდა, ამისი არც ძალა, არც რესურსი და არც კანონიერი უფლება არავის არა. ექსპერტებისათვის მიუღებელია პატრიარქის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ყოველგვარი მცდელობა. კიდევ უფრო მიუღებელი კი მისგან პოლიტიკური ბელადის შექმნის სურვილია. როდესაც ხალხი ვერ ისმენს იმას, ზუსტად იმას, რაც უნდა რომ მოისმინოს. მე როგორ კარგავს მნიშვნელობას ვინ ხარ შენ, პატრიარქი ეუბნება, ღმერთი ჩამოვიდა და იმან უთხრა თუ აბსოლუტურად ამას ეკარგება მნიშვნელობა. და მზად არიან რომ ყველა ასე თქვა გაკიცხონ, გააკრიტიკონ, მოიგონონ რაღაცა მითები, რომ ვიღაცას მძევლად არის აყვანილი, ხა რამდენად მე მინდა ამ ხალხს დაუსვა ესეთ კითხვა, მაინც რას ელოდებოდნენ რომ ესე ეტყოდა პატრიარქი? ანუ მაინც რა იყო ამისი ალტერნატივა, რომ დაჭამეთ ერთმანეთი? ძალიან კარგად ვიცით ყველამ რომ ახლა ესე შეუძლებელია რომ ვიღაცა მძევლად აიყვანოს მართლა და თავისი პირობები უკარნახოს, თქვა თავისი აზრი, თან თქვა ძალიან ფრთხილად თუ გახსოვთ, თქვა რომ ჩემი აზრია ესო. დაუშვებელია თქვათ იმის თქმა, რომ პატრიარქს სურდა გაეკეთებინა მოწოდება ხელისუფლების სააკაშვილის მისამართით, რომ გადამდგარიყო, ის დააშანტაჟეს, თქვათ მოაქციეს რაღაცა იზოლაციაში, დააშინეს. მე იმ სიტყვებს ხმარობ, რაც გუშინ გამოიყენა უცნობმა გია გაჩიჩილაძემ, არა და მან გააკეთა სრულიად სხვა განცხადება. ეს ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასე არ არის და ამ ლოგიკით და ამ ასე ვთქვათ ლინგვისტური კონსტრუქციებით ლაპარაკობ, როდესაც საქმე ეხება საპატრიარქოს, არის სრულიად მიზანშეუწონილი. კიდევ ერთხელ მეორე საპატრიარქოს გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან არის აბსოლუტურად გაუმართლებელი. არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ ახსენეს, რას ელოდნენ და რა მიიღეს სამებაში. თითქმის ყველა მათგანი აღიარებს, რომ ზედმეტად დიდი პოლიტიკური ტვირთი შეაგდეს უწმინდესის მხრებზე, რაც დაუშვებელია. ოპოზიციონერი ლიდერების მონანიებას პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ხალხი გაგებით შეხვდა. მონაწილე ვარ იმ გადაწყვეტილების და ვერ დავიხებ უკავ. ალბათ არ ვიყავით მართალი იმაში, რომ ჩვენ მის მხრებზე გადავნაცვლეთ ის პოლიტიკური ბრძოლის პასუხისმგებლობა, რასაც ვერ მოვიხსნით.
და არ უნდა მოიხსნათ. და მე იმიტომ რომ ჩვენ გადავნაცვლეთ ის რაღაცა პოლიტიკური პასუხისგებლობა იმ ადამიანზე, იმ უწმინდესზე, რომელსაც აქვს სხვა პასუხისგებლობა ამ ერზე. ამიტომ მე დავშით ყველანი მოტყუებულნი. და პირველ რიგში დავშით მოტყუებულნი, იმიტომ რომ სამებაში მშვიდობის, კურთხევის და სულიერი სიმშვიდის მაგივრად დაგვხვდა ბოროტება, დაგვხვდა უგულავა, დაგვხვდა ხელისუფლების კიდევ ერთი პროვოკაცია. და ეს არის